და მამისა და დადისა და სულისა წმინდისა ეს დაგეთქვა სახარებაში მოყვანილი იყო მაგალითი რომ უფალი ეუნება მებაჟეს საუფროს მე შენ სახში გესულებიოდა რომ ეს თუბრა იქ სუგეთემა განეკითხეს უფალი რატომ შევიდა სოდვილებთან ამიტომ ეგ ბევრი სოდვილები მებაჟები ვინმე ეს ხალხის სამგრებები იყვნენ და ატოვებდნენ ხალხს ხალხის აგრესორია მაგრამ სედმეტად ავიწყებდნენ ხალხსა და პოლიკავდნენ ხალხს და იქ მიწესებოდა სტუმრები განიკითხეს მას ხوارი რომ სოდვილებთან რატო ჭამსო პურსო და ეს ასეთი ვის ემართება ეს ხუსი განკითხვა ემართება იმათი უფრო მეტად იმათი ვინც გარეგნულად არ ცოდავს და განიკითხავს იმას ვინც გარეგნულად ცოდავს და ამ დროს სახარებაში რას გეუბნება უფალი ამბობს რომ მე მოვიდიო ცოდვითათვისო და არა მართლათათვისო ეს რას ნიშნავს ადამიანი ვინც ვერ ხედავს თავის ცოდებს ის ვინც ცოდავს იმას უყურებს როგორც თამაშავს და ამ დროს თვითონ საკუთარი გონია რომ ეს გარეგნული ცოდები მარტო ეს ბრუშობა, სიძვა, ხუნდობა, ჩამობა ეს არის მარტო ცოდვა და თვითონ ვერ აკეთებს ამას ამის დიდრები ვინც ესე იგი ატყობენ ხალხსა ფიქრობს რომ თვითონ პატიოს ნაცხოვრობს და ეს არის საშინელება მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ დიდარი იყო მაგალითად აბრაამი 300 მსახური ყავდა მაგრამ ღმერთთან არითა წმინდანია აბრაამი და ბევრი იობ მრავალნებულიც დიდარი იყო მაგრამ ღმერთთან იყო ამიტომ შენ არ იფიქრო იმაზე რომ თუ ადამიანი დიდარია ყველას არასწორად აკავშირებს არასწორადაც უქონდეს ნაშობი ესე იგი ნაშობი ფული და სიმდიდრეში შენ კი არ უნდა ვიტუდეს ასეთი ადამიანი პირიქით უნდა გეცოდებოდეს როგორც ეცოდება მაცხოვარს შენ არ უნდა იყო პროკურორი შენ არ უნდა იყო მოსამართლე და პროკურორი და მოსამართლე ზოგადად დაიცვლებიან გადაცვენ იქ არ მოეთხოვება ღმერთისაგან თუ სწორად მიუსაჯეს ადამიანს იმიტომ რომ ეს სიხეც ხშირად ამბობა არის ბედნიერება ბევრი ადამიანისთვის რატო შეიძლება მოყავს ეს მაგალითი რომ იქიც ზერებიან რო გამოდიან ჩებიან 10 კაცი 5 კაცი რატო თავისუფლებას ვერ იყენებენ და იქ ვარიან ძალიან ლოცვაში არქვაში იკითხავენ მოწვას მოდი ვეზიარო და რო გამოდიან ზოგი ლოცვაში თუდება ზოგი წამლით ზოგი მუშაობაშია ზოგი სიძვაშია ზოგი მუშაობას იწევს პოდკარებით არის მაგრამ ავიზდება ღმერთი და რატომ უნდა გავიზდებოდეს ღმერთი რატომ უნდა გასოვდეს ის მოწუნე ხარ თუ რაფასად გაიღო სამოთხის კარები εν თავისუფალ დროს კიდე რაში ხარჯა იმაში ჩანს გიყვარს თუ არა ღმერთი და რამდენია ბავშვები არიან და ისე რაღაცებს უყურებენ მაგალითად სერიალები დასაყურებელია ბავშვებისთვის ის ხუთისა ექვსისა შვიდისა 10 სერიალები სადაც არასწორი შინაარსია ხშირ შემთხვევაში და ნაცნობია რომ ბავშვების აღზრდა გაემევინა და მადლობა მას რომ არის ქრისტიანი მოთხოვნები არის თანადაცხოვრებები და ჩვენს უფროსები რო ვართ თავისუფალ დროს საში ვიღენეთ იმას არ დიდი მნიშვნელობა პრობლემა აიაურა ცუდიაურა ესა ათეისტების ნათქვამი თორე არის თუ მორწმუნე ხარ ფარველი ანგელოზები და არის ბოლოდის სულები და უცა ფარველი ანგელოზის არის შენთან არის სიხარული სიმშვიდე სიყვარულის ნობა უცა ბოლოდის სულია ბოლოდის სულის ქვეშ ხარ შენ ხარ გაღიზიანებული შენ ზოგს ინდიანარს ნერვოზია სიმშვიდე კარგება ყველას განიკითხავს არის სიძულვილი სხვა აზროვნებისადმი და ხშირად მომყავს ამ მომინდიგების მაგალითი რომ ახლა ვიცი რასაკეთებენ მაგრამ ვუყურებდი ერთი დღეს უკან ამ ხოლმე სიძულვილი ჰქონდათ იმათადმი ვინც მაგათ არეთ ახალმოდა მაგათ აზრებს მაშინ ამას ქვია შეყვებილები როგორ შეიძლება შენაში იყო დაწუნებული მეთუმეტეს თუ ახალგაზრდა ღმერთმა მოგცეს სიბრძნე სულიერი იყო ასეთი სომნო მეფე ღმერთმა უთხრა რა გინდაოდა სიბრძნეობა
მე მოვუთხარ, ახლა ფული არის ხო მივიდა სიმდიდრეო. სიბძესაც მოგცემო და იმდენ სიმდიდრესო და მქონებასაც და ცნობილია რომ ძალიან მდიდარი იყო სომეხ მეფე. ამით ისეთ გამიდა რომ თავარი შენთვის უნდა იყოს სიბძე ასახება სულს და სიმდიდრე ასახება რაც ხილულია ყველაფერი ეხება სხეულს. რომ გადავისვით რამეს ვეწერებთ იქ ეს ქონებას ეს რამდენობას. ამიტომ თუ მოწმე ხარ დაც მე მიჯერა რომ გადაწყვეტების შემდეგ სიცოცხლეა. დაღდგომა არის 64. და თუ არის ნამდვილ მაგენოვის კონდა იცოდა რომ იცოდა რომ დაიწყო ამდენად რომ როგორ დავისვებიო, გადავგამაშლები ეთხედიო და რატომოდა. იმიტომ რომ დაინახა აფერი მაქსოში. შენ მოწმე ხარ არ შეშუდეს არაზოს. ის სოდვების შეგულოს პულსა. ის აწყავებს ხალხს პირიქით გეწოდებდეს ვარი ჯოჯოხეlis. პაციენტი თუ არ შეინანა მიდი ჯოჯოხეთში და აქვეათ მაყოლა მოაქციო ზოგადად ეს მათე ბებაჟი მოიცა. გახდება მე მოციქულის კაცი. პავლე მოციქული. ულელი ქრისტიანების გახდება მოციქულთა თავი. ჩვენი სწავლებით ყველა ადამიანი არის მარგალიტი. შვიდეში, ტალახში ჩოჩააგდო, ამერე მარგალიტა ჩება, ასევე ყველა ადამიანის სული აიქცის ხდება. და ამას გამოგცეს უარულის ნიჭი ჩვენთან არის მე.